ფულის გამოძალვა თავისუფლების აღკვეთის მოთხოვნით მუხარით. ბიძინა ივანიშვილის მისი ყოფილი ბანკირი შანტაჟში ადანაშაულებს ირკვევა, რომ სასამართლო განხილვის პარალელურად პრორუსი ოლიგარქი გიორგი ბაჩიაშვილისგან 500 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინებს მოითხოვდა, თუ სურდა, რომ მოსამართლეს ის პატიმრობაში არ გაეშვა. ბაჩიაშვილის თქმით, მან ოლიგარქის გარემოცვისგან შესაბამისი წერილიც მიიღო, რომლის გასაჯაროებასაც აპირებს. ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რომ პროკურატურაც და სასამართლოც ახლა მისი ყოფილი დამქირავებლის დაკვეთას ასრულებენ და მართლმსაჯულების სისტემა განგსტერულ გამოძალვაში მონაწილეობს. საინტერესოა ისიც, მისცემს თუ არა ჩვენებას სასამართლოს წინაშე თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პროკურატურის მტკიცებით ამ საქმეში დაზარალებულია. ნათია ტრაპაიძე გვეტყვის, რა ხდება სასამართლო პროცესზე, რომლის განხილვა დაჩქარებულ რეჟიმზე გადავიდა. უნდა ითქვას, რომ გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა მთელი 9 თვის განმავლობაში შეიძლება ითქვას სასამართლოს თაროზე ქონდა შემოდებული და ადვოკატები თითქმის ყოველდღე ითხოვდნენ, რომ ჩანიშნულიყო სხდომები, თუმცა ბოლო 1 კვირა რაც დაიწყო ამ საქმის განხილვა, ეს დაჩქარებული ტემპიც გიორგი ბაჩიაშვილს და მისი იურისტებს, რა თქმა უნდა, უჩენს იმისა, რომ ახლა სასამართლო ასრულებს უკვე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ დაკვეთას და ცდილობს, რაც შეიძლება მალე დააყენოს ამ საქმეზე გადაწყვეტილება. დღეს იყო პირველი სხდომა, ეს იყო არსებითი განხილვის პირველი სხდომა, სადაც მხარეებმა წარადგინეს საკუთარი შესავალი სიტყვები და შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი დღის ყველაზე საინტერესო ნაწილი არის გიორგი ბაჩიაშვილის განცხადება, რომელმაც სასამართლოზეც და შემდეგ უკვე დეტალურად ისაუბრა გარეთ, რომ როგორ მიიღო წერილი ივანიშვილის გარემოცვისგან, სადაც ოლიგარქი მას ერთგვარ კრიმინალურ გარიგებას თავაზობდა. ბაჩიაშვილის ფრაზას თუ გამოვიყენებთ, ივანიშვილმა მას ჩაურთო კრიმინალური შოჩიკი და იმ შემთხვევაში თუ ის არ დათანხმდებოდა მის წინადადებას, მაშინ ყოველდღიურად გაიზრდებოდა იმ ბიტკოინების და შესაბამისად თანხის რაოდენობა, რომელსაც ითხოვს ივანიშვილი ბაჩიაშვილისგან. ზოგადად ძალიან ბევრ საინტერესო დეტალზე ისაუბრა დღეს გიორგი ბაჩიაშვილმა, ასევე საკმაოდ დეტალურად აღწერა, როგორ ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის და პროკურატურის და სასამართლოს ხელმძღვანელების შეხვედრები და რა კონკრეტული საქმეები განიხილებოდა ასეთ შეხვედრებზე. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე კი ბაჩიაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ საქმის ბედიც არის უკვე ბიძინა ივანიშვილთან კერძო შეხვედრაზე გადაწყვეტილი და შესაბამისად სასამართლომ უბრალოდ ფორმალურად უნდა გააფორმოს. ამ წერილში პირდაპირ ეწერა, რომ სასამართლო დამთავრდებოდა ჩემი პასუხისგებაში მიცემით დაახლოებით 1 წლის ვადაში. შესაბამისად მე თავაზობდნენ, რომ გადამეხადა 5000 ბიტკოინი, ასე ვთქვათ, ჩემი თავისუფლებისთვის ასე გამოდის და თუ ამას არ გადავიხდით მაშინვე ყოველთვიურად ეს თანხა გაიზრდებოდა 500 ბიტკოინით. ამას ქვია კრიმინალური შოჩიკი, სხვა ამას არაფერი არ ქვია. ეს გამოძიება რაც არის დაწყებული თქვენს წინააღმდეგ, მას შემდეგ არის? მას შემდეგ არის ეს წერილი მიღებული. და ამ წერილს დღეს გავასაჯაროვებ. მე უარი განვაცხადე ივანიშვილს წავყოლოდი ზუსტად იმ სიგიჟეში და ზუსტად იმ ანტიქართულ საქმეში, რასაც დღეს ის ჩადის. იმ დროს გადაწყვიტა ივანიშვილმა ჩემზე შურის ძიება და თანხის გამოძალვაც რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, როგორც გიორგი ბაჩიაშვილი დაგვპირდა ამ წერილს დღეს ის თავად გაასაჯაროებს და შესაბამისად უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება კონკრეტულად რა ჩანაწერია გაკეთებული იმ გზავნილში, რომელიც ახლო გარემოცვის წევრების საშუალებით გაუგზავნა ივანიშვილმა ბაჩიაშვილს, რაც შეეხება საქმის არსებით განხილვას, როგორც უკვე გითხარით, დღეს იყო შესავალი სიტყვები, პროკურატურამ თავის შესავალ სიტყვაში საკმაოდ დეტალურად ისაუბრა და შეიძლება ითქვას, რომ ისევ ის განცხადება წაიკითხა, რომელიც ბაჩიაშვილისთვის ბრალის წარდგენის დროს ჰქონდათ, სადაო პერიოდი არის 2015-2017 წლები, როდესაც გიორგი ბაჩიაშვილის ინიციატივით მათ დაიწყეს კრიპტოვალუტის შეგროვება და მიმართულებით ბიზნესი. საუბარი იყო იმაზე, რომ თანხა, რომელიც ბაჩიაშვილმა ქართულ ბანკისგან მიიღო, იყო ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია და არა სესხი, როგორც ამას ბრალდებული და მისი ადვოკატები ამტკიცებენ და ასევე პროკურატურა ცდილობს სასამართლო დაარწმუნოს იმაში, რომ მოგება, რომელიც ეკუთვნოდა ჩადებული თანხის შესაბამისად ბიძინა ივანიშვილს გიორგი ბაჩიაშვილმა მიითვისა. რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი უნდა იყოს გამოკითხული, დაცვასაც ყავს საკუთარი მოწმეები, თუმცა მთავარი ინტერესი ახლა არის მოვა თუ არა სასამართლოში ბიძინა ივანიშვილი. თუ პროკურატურის წარსულ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, ძალიან ხშირად ისინი მტკიცებულებების გამოკვლევას იწყებენ ხოლმე დაზარალებულის გამოკითხვით. ამ საქმეში პროკურატურისთვის დაზარალებული არის ოლიგარქი ივანიშვილი. შესაბამისად
შესაბამისად ხვალინდელ სხდომაზე არის მოლოდინი იმისა, რომ უნდა მოვიდეს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა როგორც ბაჩიაშვილმა დღეს სასამართლოზეც განაცხადა, ის სასამართლოში არ მოვა, რადგან მას ეშინია ამ საქმეზე ბაჩიაშვილთან შეხვედრის და შეეცდება, რომ ყველანაირად თავი აარიდოს ამ სხდომაზე გამოცხადებას და ამაში ხელს შეუწყობს მას სასამართლოს და პროკურატურაც. რაც შეეხება ბაჩიაშვილის შესავალ სიტყვას, მან ძალიან ბევრი და საინტერესო დეტალზე ისაუბრა, დეტალურად აღწერა თუ რატომ დაიწყო ზოგადად ეს გამოძიება მის წინააღმდეგ, რა ინტერესი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და ზოგადად რაში მდგომარეობს მისი ბრალდების საქმის არსი. ბატონო მოსამართლე, დღეს თქვენ წინაშე ვდგავარ სრულიად უდანაშაულო ადამიანი. საერთოდ ამ დარბაზში არ უნდა ვიმყოფებოდე. ზუსტად ისევე როგორც ძალიან ბევრი სხვა ახალგაზრდა, რომელიც დღეს ამ დარბაზებში არ უნდა იმყოფებოდეს, მაგრამ სამწუხაროდ ამ რეჟიმის პირობებში უწევს ამ სკამზე ჯდომა. ეს სასამართლო არ არის საერთოდ არანაირ კანონსა და სამართლიანობაზე დაფუძნებული. იმიტომ რომ მიზნად ისახავს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეს. ჩემს დასჯას, ანგარიშწორებას და ფულის გამოძალვას. ივანიშვილს ეშინია ნებისმიერ სასამართლოში მოწმედ დაკითხვაც კი. მე ამის პირადი გამოცდილება მაქვს. არც ბერმუდის სასამართლოში, არც სინგაპურის სასამართლოში მან ყველაფერი იღონა. ექიმების ცნობები აწერა და ვითომ მისთვის ფრენა არ შეიძლებოდა, როცა მე მასთან ნაფრენი ვიყავი რამდენჯერმე შვეიცარიაში. ოღონდაც იქ არ მისულიყო და არ გამოჩენილიყო იმ სასამართლო პროცესებში, რომლებშიც ის მართალი იყო. შესაბამისად, აქაც დარწმუნებული ვარ პროკურორიც და თვითონ ივანიშვილიც ყველანაირ ზეწოლას განახორციელებენ, მათ შორის სასამართლოზეც, რომ ის აქ არ გამოჩნდეს და სამწუხაროდ სასამართლო ვერაფერს ვერ იზავს. მე გთხოვთ, პირადად გთხოვთ, როგორც ერთი ქართველი პატრიოტი ადამიანი, ნუ გახდებით ამ სადამსჯელო ოპერაციის იარაღი. როგორც გითხარით, ამ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება აბსოლუტურად ყველა, ვისაც აქვს არსებითი ხასიათის ინფორმაცია და ბუნებრივია ამ განმარტების მისცემის. მათ შორის შესაძლოა ვიდეოც სასამართლოში თუ დისტანციურად დაიკითხება საერთო წესების დაცვით. მომდევნო სხდომა გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ხვალ დილის 10-ის ნახევარზეა. ეს გარემოებაც დაცვის მხარისთვის არის საკმაოდ გაურკვეველი. მაშინ, როდესაც სასამართლო მუშაობას იწყებს 10 საათზე, რატომ ინიშნება გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმეებზე სხდომები 10-ის ნახევარზე. რამდენიმე სხდომა უკვე ამ დროს არის ჩანიშნული და ადვოკატების და თავად ბრალდებულის მოთხოვნის მიუხედავად სასამართლომ ეს გარემოება არ შეცვალა. ხვალ გაგრძელდება, როგორც უკვე გითხარით, განხილვა საქალაქო სასამართლოში და ვნახოთ ხვალ რა მოწმეებით, რომელი მოწმეებით ან რა მტკიცებულებებით დაიწყებს პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას, რომლითაც ის აპირებს, რომ დაამტკიცოს ბაჩიაშვილის ბრალეულობა.